წარმოიდგინე ერთი წუთი ვეფხისტყაოსანი რო იყოს კომპიუტერული თამაში და არის მაგის მცდელობები, სადაც აი ეს quest-ია რა, ეძებ, ის უნდა იპოვო, ქაჯები დაამარცხო, შესასვლელი უპოვო ქაჯეთის ციხეს და ასე შემდეგ. ყველა ბავშვს ეცოდინებოდა ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ იმ საკვანძო სიტყვების ცოდნაში, იმას თუ გამოვიყენებდით პაროლებად. არა მარტო სკოლაში, არამედ სამსახურში მოვიდა უკვე ეს პრინციპი, ეს არის ათამაშება, სწავლის gamifications, რასაც ეძახიან, ხო? სამსახურის ათამაშება, სწავლის ათამაშება, ხო? ანუ თამაშად გადაქცევა. და ეხა ბავშვების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი აზრი აქვს, რომ ჩვენ ვსწავლობდით მასწავლებელი, რომელიც იტყოდა, რომ დღეს უნდა ვითამაშოთ ბავშვებო და აენთებოდა ყველას თვალები, რომ იშვიათი გამონაკლისი რომ არა ხდებოდა. მაგრამ ხდებოდა და აენთებოდა ყველას თვალები და შეიძლება ისევ მათემატიკური იყო ის თამაში. მათემატიკური ფეხბურთი. და აი როგორ ჟღერს წარმოიდგინე საქართველოში, რომ აუ მაგარია, ეგ მინდა ბავშვი იტყვის. და რავი რომ დაუკვირდე, ის არის ორი გუნდის შეჯიბრება ამოცანების ამოხსნაში. აი 11 მეტრიანების პრინციპი აქვს აღებული. ეს გუნდი დაურტყამს ამოცანას, იმათ უნდა აიღონ. ის გუნდი დაურტყამს და აი ნახე რა მაგარი რაღაცა და ეს ბავშვები მთელი წელი მეცადინეობენ გაკვეთილისთვის კი არა, აი ეს 11 მეტრიანების მატჩი რო ექნება, ძალიან დიდი ამბავია და ეს ბავშვები, ახლანდელი ბავშვები კიდევ უფრო gamified ბავშვები არიან. მათთვის აი რუტინულად არაფერი არ მინდის. შენ ამ საქმის სპეციალისტი ხარ და თამაშით კბილის ხევხვა, თამაშით ისა წესების შეჩვევა, თამაშით ყველაფერი თამაშით და უცებ ეს ადამიანი მოდის სკოლაში და ეუბნებიან რომ ეხლა აღარ იქნება თამაშით. ეხლა იქნება სიმკაცრ დავალებ რაღაცა. გადავდით სხვა გაცუდდა რა კარგი რეჟიმში ესე ვიტყოდ. რა კარგი ცხოვრება მქონდა ესე იქ ბავშვი ფიქრობს და მენეჯმენტშიც კი gamification-ზე არის ეხლა ყველაფერი დაფუძნებული ტრეინინგებში, რომელსაც მე და შენ სულ ვატარებთ. ყველაფერი თამაშებზეა დაფუძნებული, ზრდასრულთა განათლება თამაშებზეა და ეგ თუ ეგრეა ბავშვებმა რა დააშავეს კაცო, ესენი არ ვათამაშოთ მაშინ. ამიტომ მე ვიტყოდი რომ ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს მათემატიკური ფეხბურთი, გეოგრაფიული დამალობანა, რა ვიცი რაღაცები და ასე შემდეგ. სახელებიც კი ბრენდინგიც თამაშების უნდა ავიღოთ, რომ ბავშვს რაც უყვარს, იმაში ეს ვქნათ მე მიფიქრება რომ აი